დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აღგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესიამ მოგცა საკითხავი წმინდა წერილიდან, რომელიც ძალიან ღრმა არის და მნიშვნელოვანი. ჩვენ ამაზე რამდენჯერმე გაგვიმახვილებია ყურადღება, მაგრამ ეხლა მინდა სხვა კუთხეს შეგახედოთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ თუ მოვედით ეკლესიაში, მოვედით იმისთვისო ცხონდეთ. არა მოვედით, არამედ უფალმა მაგისთვის დაგვიძახა, გამოგვარჩია, მოგვიყვანა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, უფალს ჩვენი იმედი აქვს. იმედი იმისა, რომ ჩვენ მის ხმას გამოვეხმაურებით, მას მის სიტყვას გულისხმავყოფთ და შემდეგ გავხდებით ყველა თუ არა ნაწილი ეკლესიის წევრებისა ის ადამიანები, რომლებიც ამ ღვთის სიტყვას გაამრავლებენ ერში, სადაც ელოდებიან ქრისტეს სიტყვის მოსმენას. აი დღევანდელი დღის სახარება არის ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსისა. მოციქულები ღამია ქრისტეს გარეშე, ზღვაში არიან შესულები, დიდი ტალღებია, უჭირთ და აი ამ დროს ქრისტე მოდის ზღვაზე. მოდის და ეუნება პეტრე, რომ თუ კი შენ ხარ უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე და წყალზე გავიარო. უფალი ეუნება, მოდი. და როდესაც პეტრე უფალს მიენდობა და სრულად მიენდობა და დღეს ამ მინდობაზე მინდა რომ ვისაუბროთ, როდესაც მიენდობა პეტრე სრულად, მანამდე ის არ ღვევს ყველა ბუნებით კანონებს და წყლის ზემოთ დადის. მაგრამ რაცამს ისევ გაახსენდება, რომ ვაიმე დედა, როგორ დავდივარ ეხლა, მე ხომ წყალზე დავდივარ და გაიხსენებს, რომ წყალი არის სითხე, რომელზეც შეუძლებელია სიმძიმე მზედ იაროს. გაახსენდება თუ არა, რომ რა ცუდი ამინდი არის და ღელვას რო შეუძლია ის დაახჩოს, ანუ მეხსიერება ჩაირთობა თუ არა ადამიანური, აი მაშინ ის უკვე იწყებს დანთქმას და ის იწყებს დაახჩობას. და უფალი ეუნება მას, შეფასებას ასე ეუნება, რატომ შეორგულდი მცირედ მორწმუნეო. და აი დღევანდელ დღეს მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე ვისაუბროთ, ჩვენ შინაგანში არსებულ ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე. მეხსიერება. მეხსიერება არის ყველაზე საშინელი რამ, ესე რომ ვთქვათ, აი ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი, რომელსაც ადამიანი საკუთარ შინაგანში ატარებს. ხშირად ჩვენ დღეს ასე გვეუნებიან და ასე ვცხოვრობთ თითქოს ამ პარადიგმაში, აზრობრივ ამ პარადიგმაში, სამყარო ასეთ რაღაცას გვთავაზობს, რომ ყველაფერს გაუგე გემო, ყველაფერი ისწავლე, შეისწავლე, ყველაფერი დაინახე, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რომ ეს ყველაფერი ილექება კარგიც და ცუდიც ადამიანის მეხსიერებაში. და როდესაც ადამიანს ყველაზე მეტად შეიძლება არ უნდოდეს, აი ხა პეტრე მოციქულს სულ არ უნდოდა იმის გახსენებოდა, რომ წყალი რო ისე იგი წყალზე რო სიმძიმე ვერ გადაივლის, რომ მისი
შეკრულობა ისეთი არის, რომ მასზე მყარი არსება ვერ გაივლის. სულაც არ უნდა მას ეს გახსენებოდა. სულაც არ უნდა პეტრეს ის გახსენებოდა, რომ ტალღები არის და ამ ტალღების შიგნით შეიძლება ის დამხჩალიყო და მომკვდარიყო, ანუ საშიშროება ეგძნო ამისი. სულაც არ უნდა. მან რო გადმოვიდა და ღმერთსენდო ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში იყო მაშინ. მაგრამ ჩაირთო უცებ მეხსიერება ის ცოდნით ინტელექტუალური თუნდაც ასე ჩავთვალოთ მეხსიერება რომელმაც მას გაახსენა ყველაფერი ის რის გამოც მან ზღვაში დაიწყო დანთქმა. აი ეს ჩვენი მეხსიერება დაუკვირდით ერთ რამეს რითიც ჩვენ ყვებავთ მას ყოველდღიურად. ანუ ყოველდღიურად წარმოიდგინეთ რომ აი უბრალოდ დაფიქრდით საკუთარ გულში 64 ეს არის ღვთის მადლი და ჯოჯოხეთი ეს არის ჩვენი მეხსიერება რომელიც ჩვენში არსებობს და ყოველდღიურად როდესაც ჩვენ გვინდა რომ ვიღაც რამე გამოწვევის წინაშე დავდგებით თუ არა პირველი რა გვინდა რომ გაგვახსენდეს საღვთო მადლი მოვიდეს თუ პირველი რა გვახსენდება და აი გვახსენდება ამ მეხსიერებიდან ამოტივტივებული მთელი ცხოვრებისეული რამ და გაიხსენეთ რამდენჯერ გითქვამთ რომ ღმერთო ეს რამ გამახსენა უბრალოდ ეს ხომ თითქოს დავიწყებული მქონდა მე და აი როდესაც ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ამ ძველი კაცის განსაძარცვა და ამ ძველი მეხსიერების განსაკურნებელად და მასზე გასამარჯვებლად შემოვდივართ აქ მაგრამ თუ კი ადამიანი ნახეთ იმ თავის ცხოვრებისეულ მეხსიერებაში ისევ ინახავს და ინახავს იმ განვლილი ცხოვრების მძიმე ტკივილიან დაცემებიან და ყველაზე საზიზღარი რაც შეიძლება გულში არსებობდეს იმასთან ერთად ცხოვრებას ცდილობს და იმასთან ერთად ცხოვრობს მაშინ ისმის კითხვა სად მიდის ის ჯოჯოხეთი და სად არის 64 რომელზეც უფალი იძახის რომ 64-ც თქვენს გულშიაო და ჯოჯოხეთის თქვენს გულში არის აი ეს და დღეს ნახეთ აბა თუ დაუკვირდებით ყველაზე მეტად წუთისოფელი რაში აცდენს ადამიანს აცდენს იმაში რომ ცნობის მოყარე იყავი ინფორმაცია ბევრი ინფორმაცია ანუ ეს მოკლედ ბოდიშით ამ ტექნიკურ ტერმინზე მაგრამ ეს ქროლვა ეს არის წამიერი წუთიერი ინფორმაცია რომ მუდმივად ეს თქვენ ვერ ხვდებით მაგრამ ის ჩვენს მეხსიერებაში იბეჭდება და იბეჭდება მას აღიქვამს 5 ჩვენი გრძნობის ორგანო და ამ 5 გრძნობის ორგანოთი ჩვენი გონება ანუ ჩვენი ის ტვინის ნაწილი სადაც მეხსიერება არსებობს ის მუდმივად აქტიურია და აქტიურია და აი როდესაც ჩვენ გვინდა აი ხშირად არის ხომ იტყვიან ადამიანები რომ ცუდათ ვარ უკვე და თვითონ ეკლესიის წევრები ცუდათ არიან ეკლესიის წევრებსაც კი 64-ეული ანუ მადლისმიერი მდგომარეობა არ გააჩნიათ და რატო არ გააჩნიათ იმიტომ რომ ეს მეხსიერება მათ ტანჯავს თავიდან ბოლომდე ერთადერთი შეიძლება აი ტაძარში მოვიდეთ და ამ დროს კიდე ან ზიარების დროს ან ზიარების შემდგომ რამოდენიმე წამი არის როდესაც ადამიანს გიხარია და იძახი ვაიმე მე მგონი გამთავისუფლდი ამ ჩემი მეხსიერებისაგან ამ ჩემში არსებული აი ფიქრებისაგან ამ ჩემში არსებული ბრძოლისაგან რომელიც თავში მიდის და როგორ ამოისუნთქებს ხოლმე ადამიანი და გავს იმ პეტრეს რომელმაც გადმოვიდა ნავიდან და ღმერთს მიენდო და ანუ აღარაფერი არ ახსოვდა აღარც ის ახსოვდა რომ ებადური იყო აღარც ის ახსოვდა არც ზღვის კანონები ახსოვდა, არც ფიზიკური კანონები ახსოვდა, აღარაფერი არ ახსოვდა, გარდა ერთი ქრისტესი და მისი ნდობისა და თლიანად მინდობილი ღმერთზე აი ამ წუთისოფლისეული და ამ სამყაროსეული კანონებზე მაღლა დადგა. და ჩვენ რომ აქ მოვედით ზუსტად ამას ვეძებთ. ქრისტიანი ადამიანი ზუსტად აი ამ ჯოჯოხეთის დაძლევას ეძებს და აი ამ 64-ისეულ მდგომარეობის მოხვეჭას ეძებს, მაგრამ ნახე მინდა გითხრათ ერთი რაღაც. რომ როდესაც თქვენ აღსარებაზე თუნდაც მოდიხართ და აღსარებას აბარებთ აი რას გავს ეს იცით აი ხა მე რომ მივიდი ადამიანთან და უთხრა იცი რა მხოლოდ აღიარება ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ დანაშაულს და ცოდვებს ეს უმნიშვნელოვანესი არის ეს არის სინანულის საწყისი ეტაპი რითიც აღიარებით იწყება რა
გაფერმკრთალება იწყება ჩვენი მეხსიერებისა. ნახეთ, როდესაც აღიარებს ადამიანი თავის სოდვას, იწყება მასში უკვე სინანულის მადლის მოქმედება და ეს მადლი პირველ ეტაპზე ამ თავის მეხსიერებას ნელ-ნელა გადააფარებს თავის ფარდას და ნელ-ნელა ბაცილდება, როგორ ვთქვათ, იცი, ბაცდება ეს ჩვენი მეხსიერება, მაგრამ როდესაც ადამიანი მხოლოდ იძახი, მე ეს დავაშავე, მივდივარ ადამიანი, შემდეგ ისევ უბრუნდები ამას, მეხსიერებას ისევ ყვებავ იმით, რასაც მე ყოველ აღსარებაზე თუნდაც ვაღიარებ, ვიღებ რას? არანაირ ცვალებადობას არ ვიღებ. და ნახეთ, როგორი რაღაცა არის. ჩვენ რისთვის მოვდივართ, ბევრჯერ მithქვამს ტაძარში, აბა დაუკვირდით ახლა, რისთვის მოვდივართ? ჩვენ მადლის მისაღებად მოვდივართ ტაძარში. ჩვენ მადლის გასამრავლებლად უნდა მოვდიოდეთ ტაძარში და არა იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ჯოჯოხეთს, ესე რომ ვთქვათ, საკუთარ ძიმე მდგომარეობას, როგორც ნაგვის ყუთიდან ამოიღო ადამიანმა გადაყარო, მაგრამ გადაყრი თუ არა და განთავისუფლდები, ჩვენ ისევ ვდგავთ ამ ნაგვის ყუთს იმ შესაბამის ადგილას და ისევ ვიწყებთ მასში ნაგვის ჩაყრას. შემდეგ ისე მოვდივართ გადაყრით, მაგრამ ნაგვის ვედრა რჩება, ნაგვის ყუთი ნაგვის ყუთად რჩება, ის ნაგვის რეზერვუარად რჩება სამწუხაროდ. და ქრისტიანობა კი არის გასუფთავება, ჩვენ რომ მოვინათლეთ, გაიხსენეთ, ქრისტეს შევიმოსეთ და იმ ნათლით გაფრწყინდა ადამიანი, რომ აღარ არის მასში ზუსტად ეს, ანუ ის ღვთის ხატი და მსგავსია და არა. დღეს პავლე მოციქულმა როგორ გითხრა, რომ ვინც ტაძარი გახსნასო, საკუთარ თავზე არის, ანუ მისი ადამიანობაო, ვინც გახსნასო, ღმერთმა გახსნას ისიცო მარადიულ სამსჯავროზეო. ძალიან მნიშვნელოვანია მივხვდეთ ჩვენ უბრალოდ ამას, რომ ჩვენ ტაძარში მოსვლით და ქრისტესთან ურთიერთობით რატომ მოვდივართ ჩვენ აქ? მოვდივართ არა მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ დავრჩეთ, არავის არ ეწყინოს, დავრჩეთ ამ ჩვენი მეხსიერების, ამ ჩვენი ნაგავი, რომელიც წუთისოფლისა დავაგროვეთ, ზოგის თქვენგანი 60-70 წლისა ხდება და ახალგაზრდებიც ვერ იტყვიან ამას, რომ მათი გონების სისუფთავე დაცულია ამ ინტერნეტის ეპოქაში. მეხსიერება იმდენად არის დაბინძურებული ადამიანისა და იმდენად მრავალგვარად არის გახსნილი და გაუბედურებული, რომ ჩვენ მოსულები უფალი გვეუბნება რას? მე მაგ ჯოჯოხეთსაც დავძლევ, ნახეთ, მე დავძლევ მაგ ჯოჯოხეთსაც, მე მაგ მეხსიერებას წაგიშლი, ანუ წაგიშლი რა? განა უგუნურს გაგხდის ადამიანს, განა დაავადებით გააკეთებს ამას, არამედ საღმრთ შეუძლებელი კაცთაგან, რომ შესაძლებელია ღვთისა მიერ, ის ღვთის მადლი, რომელიც მოდის ადამიანის შინაგანში, ის არის, რომელიც ამ მეხსიერებას თავიდან ბოლომდე, ისე იგი კურნავს, რჩება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ღმერთთან აკავშირებდა ადამიანს, ის სიკეთე, რომელიც ადამიანში არის, მაგრამ სამწუხაროდ სადა ვართ ჩვენ? სამწუხაროდ ვართ იქ, რომ ჩვენ ამისგან განთავისუფლებაც არ გვინდა, ჩვენ გვინდა ამით ტკბობაც. იმიტომ რომ როგორც ამბობენ წმინდა მამები, ცოდვა ტკბილი არის ადამიანისთვის საწყიში, მაგრამ მწარეა, როდესაც ეს მის მეხსიერებაში რჩება. და ეს მეხსიერებაა, რომელიც დღეს ადამიანი ჭკუიდან გადაყავს. ეს არის ის, სადაც ადამიანს უნდობლობა აქვს უკვე ღვთის წინაშე, ადამიანს აღარ ენდობა. იმიტომ რომ ამ ჩვენი მეხსიერების ჯოჯოხეთმა შეიძლება ადამიანს ვითომ პირობითად, შეიძლება ადამიანს ვითომ აპატიე რაღაცა, მაგრამ ეს იმდენად ზის ამ მეხსიერებაში, რომ ადამიანს ტანჯავს თავიდან ბოლომდე. და მე ვსვავ ხოლმე კითხვას, ერთი კითხვა მაქვს, მე ვინ მომცა იმის უფლება თუნდაც, რომ ნებისმიერ თქვენთაგანს იმაზე მიუთითო, რატომ უნდა მოვდიოდეთ ჩვენ ეკლესიაში. ეს თქვენი საქმეა, თქვენი სიცოცხლე და თქვენი ცხოვრებაა და ამაში არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს გარდა, თქვენ თვითონვე თუ არ მისცემთ უფლებას, ისიც უფლებას თუ არ მისცემთ საღვთო მადლს, რომ ჩაერიოს თქვენ ცხოვრებაში უფალი, ვერც კი ერევა არ ძალადობს ადამიანის თავისუფლებაზე, იმიტომ რომ ის პატივს სცემს თავისი ქმნილების,
აი ამ უდიდეს ღირსებას, რომელიც მან დასაბამში მიანიჭა მას. მაგრამ მე ვსვავ კითხვას, არ დაიღალეთ ამ მეხსიერებით ცხოვრებით, არ დაიღალეთ აი ამ ჯოჯოხეთის ყოველდღიური ტარებით, არ დაიღალეთ უბრალოდ რომ აი ამ მდგომარეობაში ადამიანი მუდმივად ატარებს საკუთარ ცხოვრებას. და ერთხელ მაინც ხოვდა მოინდომოდა თქვა ადამიანმა, რომ იცი რა, მოდი რას ნიშნავს ამის გარეშე ცხოვრება, იქნებ გავიგო და შევძლო. ჩვენ გონია კიდევ ვიძახით, რომ აი იქ ახსარებაზე, როდესაც ვხედავთ, რომ ამით ამ ცოდვას, რომელსაც ადამიანი იტყვის და აღიარებს, აქ მთავრდება ყველაფერი და არ მთავრდება ყველაფერი. ადამიანის იმ მეხსიერებაში, რომელიც მასში არის, ეს რჩება და რჩება, თუ კი ეს საღვთო მადლმა არ მიანიჭა ადამიანს ამისი განკურნება. რამდენჯერ გითქვავთ თქვენ, დღეს უამრავს ეთქვათ და ალბათ ყველა იტყვით, მამაო, მე კი ვაღიარე ცოდვები, მაგრამ რაღაცა ვგრძნობ, რომ ღმერთმა მაპატია, არ მაპატია, ისევ მახსოვს ეს ყველაფერი, ისევ მტანჯავს ეს ჩემი ცოდვა, რატო გტანჯავს შენი ცოდვა, თუ იცი? აი რაზეც დღეს ვილაპარაკეთ, ზუსტად ამის გამო გტანჯავს. საღვთო მადლის მიღება არ ხდება. ღმერთი ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრება არ ხდება. სადაც საღვთო მადლი მოდის, სინანულით დაწყებული, სადაც ადამიანი სინანულს იწყებს, სინანულის მერე ამაგრებს ამას ღვთის სიტყვის წაკითხვითა და მისი აღსრულებით და შემდეგ ყველაზე მეტად ის მადლი, ესე რომ ვთქვათ, თავის სიმაღლეს პოვებს უკვე საღვთო საიდუმლოებებში და წმინდა ზიარებაში, სადაც ჩვენ მოდივართ. აი ეს ამარცხებს ჩვენ აი ამ ჯოჯოხეთს, რომელიც ადამიანის შინაგანში არის. და ჩვენ გვინდა როგორ იცით, ჩვენ გვინდა რომ რაღაცა კი გახსოვთ მაცხოვარი ეუბნება, რომ ნათესავი მემრუშე და წარმართიო სასწაულს ელოდებაო, მაგრამ მასო სასწაული არ მიეცემაო. რომელ სასწაულზე არის საუბარი, თუ იცით? აი ერთ-ერთი მათ შორის აი ამ სასწაულზეა საუბარი, რომ ადამიანს ერთი თავი ეგრევე უნდა, ღმერთო, გეხვეწები, მომაცილე ეს ჩემი ჯოჯოხეთი, ეს ჩემი მეხსიერება, ეს ჩემი ფიქრები, აზროვნება, ეს ყველაფერი მომაცილე და ერთ დღესაც შეიძლება ისე რომ მე არც ვიცოდე, მაგციე იმათ, რათაც მინდა რომ ვიყვე. აი ეს არის ამ სასწაულს ველოდები ჩვენ და უშრომელად ვცდილობთ ჩვენ ხშირ შემთხვევაში უშრომელად გვინდა ქრისტეს წინაშე უშრომელად გვინდა რომ მივახციოთ მდგომარეობას, რომელიც რაღაცა დოზით უფალი გვაძლევს იმ მადლს, როგორც გითხარით, მაგრამ ჯოჯოხეთის დამარცხება თუ გინდა საკუთარ თავში, აქ მეტი შრომა არის ადამიანისა საჭირო. აი დღევანდელი ჩვენი პრობლემა რა არის? ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ ეს ყველაფერი, ეს მეხსიერება ყველაზე მთავრით არის გაჯერებული. თუ იცით რითი? მისი მთელი სათავე, ამ მეხსიერების სათავე არის ადამიანის ეგოიზმი. ეგო. ანუ მე ესე მინდა, მე ესე ვთვლი, ანუ ადამიანი უფლებას აძლევს საკუთარ თავს, საკუთარი ეგოიზმის გამო უფლებას აძლევს საკუთარ თავს აკეთოს ნებისმიერი რამე, რაც მას უნდა. და აი ამ თავის მეხსიერების ჯოჯოხეთში შეიტანოს ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხორციელდება. და ეს საღვთო მადლი, როდესაც მოდის, აი ეს საღვთო მადლი იწყებს შემდეგ დაძლევას. აი ამ ჯოჯოხეთური მდგომარეობის. ერთი რამე მინდა გითხრათ. ეს პროცესი, რაც მე ახლა გითხარით, ეს პროცესი იმდენად არის მზაკრული, რამდენადაც ის სწრაფად არ ხდება. აი მაგალითად, როდესაც ადამიანს რაღაცა ძალიან გეტკინა, შემდეგ შენ მის მკურნალობას იწყებ, იმიტომ რომ ის შენ ხელს გიშლის. მთელი მზაკრობა ამისი არის ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ნელი და ძალიან ადამიანისთვის შეჩვეული პროცესი. ჩვენ ამით ვცხოვრობთ.
დღეს რომ ადამიანს ამაზე ეკითხები, რომ აი ამას რო ეუნები, ადამიანი არგუმენტირებულად გეუნება, მარა გავაკეთო, არ ვაკეთო ის, რაც უნდა ვაკეთო, მე არ ვიცი რა უნდა აკეთო. მე არ ვიცი რა უნდა ქნას ადამიანმა დღეს. ამიტომაც არის რთული ალბათ 21 საუკუნე იმითი, რომ ადამიანმა საკუთარი გონება, საკუთარი სული გაიწმინდოს და სამოთხისეული მდგომარეობა ატაროს. ეს ეხება როგორც საერო, ასევე სასულიერო დასს. გვიჭირს ჩვენ. გვიჭირს ძალიან. ამიტომ არ გამოგვდის არც ლოცვა. იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი მეხსიერებით ადამიანს ლოცვა გამოუვიდეს. არ შეიძლება ასეთი შინაგანი განცდებით და განწყობებით ადამიანს არ გაექცეს გონება, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე. შეუძლებელია ასეთი მდგომარეობით ამ ისე იგი ეგოიზმის და ამ ჯოჯოხეთის მეხსიერების ზღვაში გადაშვებული ადამიანმა შეძლოს ყურადღებიანი ლოცვა, სიტყვიერი მაინც, აღარ ვლაპარაკობ გონისმიერ და გულისმიერ ლოცვას. იმიტომ რომ ეს ჩვენი წარსული, ეს ჩვენი სიმძიმე, რომელიც ადამიანს აწევს, საშინელ დღეში ამყოფებს მას. ამიტომ არც კი უნდა იქ შეხედება, აი მე ხანდახან ვიტყვი ხოლმე ადამიანს მარტო დარჩენა არ უნდა, ვეუბნები ხოლმე, აბა ყოველ დღე შეეცადე 15 წუთი მაინც, 15 წუთი დაჯდე და არა მხოლოდ ილოცო, არამედ იფიქრე საკუთარ მდგომარეობაზე. ჩადი შენ საკუთარ ჯოჯოხეთში, ანუ საკუთარი მეხსიერება მოათვალიერე, რომ ამან სიმძიმე დაგანახოს და ამის განკურნებისკენ წახვიდი ადამიანი. აი ამას გაურბის დღევანდელი ადამიანი. ამის გაკეთება არ უნდა და ამიტომ ნახეთ ეს სწრაფი პროცესი არა და ნელი პროცესი, რომელიც ჭამს ადამიანს მის სამოთხისეულ მდგომარეობაში ჭამს და ჯოჯოხეთში ამყოფებს ისე, რომ მან არც კი იცის და ვერც კი ხვდება ამას. ადამიანი იძახის ხშირად, რომ ასაღებს ამათ, რაც ასაღებს იცით? ასაღებს ხასიათის ძალაში. დღეს როგორ არის? ვინც უფრო მეტს ლაპარაკობს, ვინც უფრო მეტს, ვინც სიჩხვიანეს გამოავლენს, ვინც ზემოთ არის, ვინც თანამდებობაზეა, ვისაც მეტი ფული აქვს, ვისაც მეტი გავლენა აქვს, არადა ამის პარალელურად რო შეხედავ ადამიანს შინაგანად, აი ეს მეხსიერებითი საშინელი ჯოჯოხეთი აქვს ადამიანს. გაეკეცით ზოგადად ცნობის მოყარეობას. რამდენი ადამიანი ვიცი, იცით, რომელიც იხვეწება უბრალოდ, მამო, არ შეიძლება ეს ყველაფერი დამავიწყდეს. არ შეიძლება ეს რაღაცები ვიღაცამ ამოიღოს. რამდენჯერ გიფიქრია თქვენც ამაზე, რომ ნეტა ეს ჩემი წარსულისაგან გამანთავისუფლა და გამანთავისუფლა ისე კი არა, რომ რაღაცა ამისთვის ადამიანს შრომა შეგეძლოს. არა, ერთიანად გინდა ვიღაცამ მოკიდოს ხელი და წაიღოს ეს და ვერავინ ვერ წაიღებს ამას. ამისგან განთავისუფლება არის შესაძლებელი. აი ეს არის ის სამოთხისეულ მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, იმიტომ რომ თუ პიროვნებაში არ დამარცხდა აი ეს მეხსიერება და არ ღვთისმადლმა არ გადაშალა, მაშინ ჩვენ გამოდის, რომ მარადიულ სასუფეველშიც ადამიანი ამ მეხსიერებით წავა და ეს მეხსიერებაა ის, რაც ჯოჯოხეთს განაპირობებს. ამიტომ თუ ჩვენ მეხსიერებაში ერთმანეთში წყენა, ერთმანეთისადმი სიძულვილი გაყვა, მაშინ რომელ სამოთხისეულ მდგომარეობაზეა საუბარი. ამიტომაც იძახის მაცხოვარი თუ კი შეწირავდეს შესაწირავსა და გაგახსენდეს მეხსიერება, ნახეთ, გაგახსენდეს, რომ ვინმე ძმა, ანუ შენი ახლობელი გულძვირია, შენდამი, ანუ ვიღაცასთან არ გაქვს ქრისტიანულად სწორი დამოკიდებულება და ურთიერთობა და ეს მეხსიერებას, ანუ გაგახსენდეს, გახსოვს, დაატოვე შესაწირავიო, ნახე რას გეუნება. შესაწირავი ეს ზიარება არის, დაატოვე ზიარებაო, გეუნება. წადი და შეიძინე ეს შენი ძმა ისევ, ანუ წადი ეს მეხსიერება გაანთავისუფლე, ანუ შენდობის თხოვნა მარტო ის კი არ არის, რომ პატიებას თხოვ ადამიანმა, არამედ მეხსიერება განიკურნოს მასთან, მშვიდობა დამყარდეს და აი მერე მოდი და მერე ეზიარი, ანუ მერე შემოდიო სამოთხეშიო.
იმას კი არ ვიძახით, რომ დღეს ჩვენ ეს არ გვიჭირს, დღეს ჩვენ ვაკეთებთ ამას, ვცდილობთ ამას, მაგრამ აქ არის საუბარი მომზადებაზე, საბოლოოდ ანაზიარებაზე ქრისტესთან. ჩვენ როდესაც ვიქნებით სასიკვდილო სარეცელზე, მამები ცალსახად ამბობენ ამას, რომ ბოროტი სულის ხელში ყველაზე მთავარი იარაღი იქნება ჩვენი მეხსიერება. ის რაც გონია რომ შენ დაგავიწყდა, თუ კი ის საღვთო მადლმა არ გადაფარა და არ განკურნა, ის ყველაფერი ბოროტის ხელში აი ესე სახეს პირობითად აი სახეზე მოგაყრის და გეტყვის, ეს გახსოვს, ეს გახსოვს, ეს გახსოვს, ეს გახსოვს, აი ეს იქნება. და ხშირად არის ხოლმე ჩვენ გონია რომ ესია და ამას ჩვენ ფიქრობთ რომ მხოლოდ ახსარებით რო ავიღედავ თქვი და ვაღიარე იცი რა მე რო ეს ჩავიდინე, ეს საკმარისი არ არის. საღვთო მადლმა უნდა განკურნოს ეს ყოველი. საღვთო მადლმა უნდა კურნება მისცეს რომ იქ იმ სარეცელზე ყოფნის დროს ისეთი სამოთხისეული მდგომარეობა იქნება რომ ეს მეხსიერება, განკურნებული მეხსიერება არა ჩადენილი ქმედება მხოლოდ, არამედ განკურნებული სული, განკურნებული მეხსიერება, რომელიც ადამიანში არსებობს, ის არ შეაწუხებს ადამიანს და ჯოჯოხეთს ცხვირთან არ ამოუტანს. რისი დაძლევაც უძნელესი არის ადამიანისთვის. აი ერთი მთავარი მხარე და ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე, ბოროტ მეხსიერება ადამიანისა. ბოროტ მეხსიერება, დაფარული მტრობა ადამიანის მიმართ. ვითომ ნაპატიები, მაგრამ გულის სავსე, განუკურნებელი საღვთო მადლით. შეიძლება ამიტომ ვიძახით ხოლმე რა, მამაო, აი გარეთ რო არის ადამიანი, ვთქვათ, ისე იგი ის ვინც ეკლესიაში არ დადის და კეთილი ადამიანია, აგერ იმას აპატია, ამას აპატია, ისეთი რამე გააკეთა, რომ ეკლესიის წევრებსაც კი უჭირთ მაგის გაკეთება, ხშირად ამბობენ ამას ადამიანები, მაგრამ აბა ამ კუთხით შეხედეთ ამას. გარეგნულად მე შეიძლება ისეთი რამ აღვასრულო, რომელიც შეიძლება ისე იგი ზღაპარიბით ჩანდეს კაცობრივ ადამიანების თვალში. ისეთი რამე შეიძლება გავაკეთო, რომ საარაკო გახდეს მთელი ქვეყნისათვის. მაგრამ ეს არ აქცევს ადამიანს შინაგანად განკურნებულად. მე შეიძლება ბევრჯერ მინახავს ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, რომ უმძიმესი ტკივილი მიაყენეს ადამიანს. მაგრამ მან ეს ყველაფერი აპატია მეორე ადამიანს. მაგრამ თავარი რა არის? ის გარეგნული ფაქტორი და გარეგნული მდგომარეობა აღსრულდა, კი ბატონო, მაგრამ თუ კი შენ ეს მეხსიერებაში გტანჯავს, თუ კი შენ იმ ადამიანის დანახვის დროს გიცოცხლდება მთელი ის განვლილი, რაც მასთან ერთად გაიარე, თუ შენ იმ ადამიანის დანახვის შემდეგ შინაგანად ის განწყობები და განცდები მოდის, რომელიც არა ქრისტიანის მდგომარეობა არის და არა სამოთხისეული მდგომარეობა არის, აი ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით სულიერ ცხოვრებაში. ამიტომაც გამრავლდა ჩვენს გარშემო მორწმუნე ადამიანები და ნაკლებია ქრისტიანი ადამიანები. აი ქრისტიანობა ამას ასწავლის. დღეს უამრავი ადამიანი, სხვადასხვა ისინი ახალგაზრდები არიან, იქ ბიჭები გამოდიან, რაღაცას საუბრობენ, თითქოს რაღაც, მოკლედ, აღარც მინდა ამის გახსენება რაღაც და იმდენად სარწმუნოებრივ ცხოვრებას, იმდენად დაბალ დონეზე დაყავთ. ვითომ უნდათ გაადამიანურონ და ადამიანებსაც მოსწონთ, აი რა კარგ, ისე იგი ჩვენთვის გასაგებ ენაზე საუბრობ. გასაგებ ენაზე რა არის ადამიანის საუბარი, იცი? უთხარი ადამიანს ყველაფერი კარგად იქნება. უთხარი შენ ადამიანს როგორც გინდა იცხოვრე შენ ადამიან, მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთი მაინც გაცხონებს შენ. აი ეს უხარია ადამიანს. და თუ შენ ამას ეტყვი ადამიანს, შენ მისთვის იქნები ყველაფერი. შენ მისთვის იქნები ყველაფერი და რამხელა საცდურია და უკვირდით, რამხელა საცდურია, როდესაც ადამიანს ჩვენ ამას ვეუბნები და ვტოვებთ განუკურნებელს.
არ ვეუნებით იმას, რა უნდა განიკურნოს მასში და ისმის კითხვა, აბა ერთი კითხვა დასვით, უბრალოდ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ იმაზე, რომ როგორი მდგომარეობა ექნებათ ადამიანებს 60-ში როცა იქნები. ერთი ყველამ ვიცით, რომ მათ 60-ში არის სიყვარულის სუფევა, სიხარულის სუფევა და ერთმანეთის დანახვისა და ერთმანეთთან ეკლესიად ქრისტეში ერთობის სიხარული არის 60-ში. და ეხლა ისმის კითხვა, თუ კი შენ ამ მდგომარეობას აქვე არ პირობითად არ მიაღწიე, რა გინდა რომ აკურთხოს მერე უფალმა ზემოთ? ჯოჯოხეთი გექნება, უფალს გამრავლება შეუძლია მხოლოდ. უფალი იმ მდგომარეობაც არის იმას ამრავლებს. და თუ შენ ჯოჯოხეთური მდგომარეობა გაქვს, რა მოხდება, რატომ არის მარადიული ჯოჯოხეთი? იმიტომ რომ ღვთის წინაშე მარადიულობა არის და თუ შენ აი ამ საკუთარი მეხსიერების ჯოჯოხეთში ცხოვრობ, როდესაც წარსდგები, გამრავლდება შენი მეხსიერებითი ჯოჯოხეთი. და ამიტომ ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ ამ წყენიდან, ვერასოდეს ვეღარ გაბოროტებული იქნები ადამიანი. და ეს გაბოროტებულობა, შინაგანი დაფარული მტრობა თუ არ განიკურნა ადამიანში, როგორ ფიქრობთ თქვენ? 60-ში ცხოვრება შესაძლებელი იქნება ასეთი სულისა? უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მაგრამ თუ კი ჩვენ ვიწყებთ ამაზე მუშაობას, თუ კი ჩვენ ამ მეხსიერების განკურნებაზე მუშაობთ, თუ კი ვცდილობთ ყველას ყველაფერი შევუნდოთ, ვაპატიოთ და შინაგანით განვიწმინდოთ, არა იმიტომ რომ მას სჭირდება ეს, მასაც სჭირდება რა თქმა უნდა, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ეს როგორც ქრისტიანებს. მორწმუნეს ეს არ სჭირდება. მორწმუნეს რაღაცისა ყოველთვის წამს და რაღაცისა ყოველთვის ჯერა, მაგრამ ქრისტიანს რეალურად წამს იმისა, რასაც ხედავს და იცის მან რომ ესე არის და ამის გარეშე ცხონება უბრალოდ შეუძლებელი არის. ეხლა ბოლო ნაწილი და ამით დავამთავროთ. ქრისტიანებო, ჩვენ ვინც დღეს ტაძარში ვდგევართ, ისინიც ვინც გვისმენენ, აბა დაფიქრდით ერთ რამეზე, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ჩვენ საუბრობთ, რასაც ჩვენ ფიქრობთ კიდეც შინაგანად და რასაც ჩვენ განვიცდით და გარეთ გამოგვაქვს ადამიანებს, ხო არ არის შესაძლებელი რომ ჩვენ ვინმესთვის ჯოჯოხეთს ვამზადებდეთ? ჩვენ ხშირად ერთმანეთს ისევ აბრკოლებთ, იმდენად ძიმე სიტუაციაში შეიძლება ჩავაყენოთ ერთმანეთი, რომ ადამიანს გაუჭირდეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამიტომ არის ქრისტიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს მისი სიტყვა, მისი ფიქრიც კი, მისი მოქმედება ყოველთვის იყოს მიმართული იქითკენ, რომ არც თვითონ დაბრკოლდეს და არც სხვა ადამიანი დააბრკოლოს, იმიტომ რომ დაბრკოლება მარტო ის კი არ არის, შენ რომ ადამიანი დააბრკოლე და მან გითხრა, ხო, კარგი გაპატიე და შენც აპატიე, მეხსიერება. გაითვალისწინეთ ეს, საკუთარ თავში ჩაიხედე და მიხვდებით, სხვას როგორ შეიძლება უჭირდეს. დაფიქრდით, როგორ შეიძლება უჭირდეს ჩვენგან მიყენებული აი ამ ტკივილით. შეიძლება ადამიანი ჯოჯოხეთს ატარებს საკუთარ გონებაში. ჩვენ რაღაცა თითქოს ვაპატიეთ, ჩვენ უკვე ჩვეულებრივ ცხოვრობთ ისე, მაგრამ ჩავიხედოთ აბა მის გულში. ნახეთ, რამხელა პასუხისგებლობა არის ქრისტიანობა. მორწმუნეობა ამას არ ითხოვს კიდე გეუნები. არის სარწმუნოება და რელიგიები, სადაც ადამიანები ადამიანებს ამართლებენ და ხოცავენ. ადამიანები ადამიანებს შეურაცხყოფენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სარწმუნოების სახელით. ამიტომ აი დღევანდელი წაკითხული სახარება ხო ვითომ არაფერი, მაგრამ ერთი მომენტი რა მნიშვნელოვანი რაღაც არის. პეტრეს მდგომარეობა. სანამ მეხსიერება გაიღვიძა, მანამდე იყო სუფთა. მანამდე ქრისტემ დაგვანახა ეს. ის მეხსიერება მასში იყო, მაგრამ ქრისტემ დაგვანახა, რომ მხოლოდ ჩემ მადლს, ჩემ დაძახებას, ჩემთან ყოფნას უფალო შენ ხარ.
შენ ხარ მართლა შეხა კი მე ვარ დაუჯერა გადავიდა ენდო მიენდო მის სიტყვას და ამიტომ მისი მეხსიერება განიკურნა იმ წამსვე მაგრამ რა წამს წავიდა და გაიარა და საკუთარ თავისუფალინებით ისევ გაახსენდა მთელი თავისი ისე იგი ცხოვრება და სიცოცხლე რაც მას ჰქონდა და გაახსენდა და გაახსენეს კიდეც დაიწყო დანთქმა ადამიანს. აი ამ დანთქმით მდგომარეობაში ვიმყოფებით ხშირ შემთხვევაში ჩვენ ადამიანები. აი ამის განსაკურნებლად ვართ ჩვენ დღეს მოსულები აქ. არა მხოლოდ დღეს, არამედ ზოგადად. ეკლესიაში მხოლოდ აი ამის გამო უნდა მოვდიოდეთ და ამის განკურნებას უნდა ვევედრებოდეთ ღმერთს, რომ ღმერთი შეგვეწიოს და განკურნოს მან ჩვენი სული და ჩვენი მეხსიერება. ღმერთმა დაალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა. ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანებს, ანუ მე ამის თქმა მინდა, ვისაც გინდა ისე იგი მას დაუჯერეთ პირობითად, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება. ადამიანები, რომლებიც აი ამ ინფორმაციის ეპიცენტრში ყოფნას გთავაზობენ და თქვენს როდესაც აი ამ ინფორმაციულ ეპიცენტრში ცდილობთ რომ იყოთ, დამიჯერეთ. აი ჯოჯოხეთს ამზადებთ საკუთარ მეხსიერებაში. ისეთი რამეები რჩება ჩვენს გონებაში, აი ამ ჩვენ აღქმებში ხან ყოფილა, რომ თვალებში მიდგას ხოლმე რაღაცები, ისეთი რამე მინახავს, ისეთი რაღაცა შევხვედრივა, რომ თვალიდანაც კი არ გამომდის, არა მხოლოდ რომ მეხსიერებიდან და გონებიდან ამოვიდეს. თვალწინ გიტრიალებს ადამიანს ეს ყოველი. ამიტომ ზომიერი უნდა იყოს ქრისტიანი. აი ამიტომ ლამაზი უნდა იყოს სულიერად ქრისტიანი. იმას ვისაც საკუთარი ცხონებაც სურს და სხვა ადამიანის გახარება და ცხონებაც სურს. ერთმა დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ. ამინ.